რაც შეეხება ინტერვენციების მეხუთე ეტაპს, ეს ეხება უშუალოდ PBL პროექტის დაგეგმას. მას შემდეგ რაც განხორციელდა ტრენინგები, 3 თვის შემდეგ უკვე მასწავლებლები ფლობდნენ დამაკმაყოფილებელ კომპეტენციას იმისთვის, რომ მათ უკვე დამოუკიდებლად დაეგეგმათ PBL პროექტი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასწავლებლები ერთი თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ ერთად და მათ მოახდინეს ოთხი საგნის ინტეგრირება, ისე რომ არ მომხდარიყო ამ საგნების ეტაპობრივად კლასიფიცირება და ცალკე გამოყოფა. თემატიკა რა თქმა უნდა შერჩეული იყო სასკოლო პროგრამიდან, რომელიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და კონკრეტულად უიტოდ ეხებოდა დედამიწის განსხვავებული გეოგრაფიული სტრუქტურის საკითხებს. მთავარი მიზანი PBL პროექტის იყო, რომ მასწავლებლებს ერთობლივად ჩაეტარებინათ კვლევა-ძიება, რა თქმა უნდა მოსწავლეებთან ერთად და მათ შეექმნათ ხელშესახები მატერიალური არტეფაქტი, რაც PBL სტრუქტურის მიხედვით არის ახალი შეძენილობის საჯარო გამოხატულება. ეს არის აღნიშნული ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ პროექტის განხორციელების ეტაპობრივად. რაც შეეხება შემდეგ ინტერვენციებს, ეხება უშუალოდ შეფასებას. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ პროცესებში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სადაც მასწავლებლებს კიდევ ერთხელ უწევდათ ერთად თანამშრომლობა. ანუ შეიქმნა PBL პროექტის ორი ადაპტირებული რუბრიკა მასწავლებლებმა შექმნეს. პირველი ეს ეხებოდა უშუალოდ პროექტის შეფასებას, რომლის ძირითადი კრიტერიუმები ეხებოდა შემდეგს. რა თქმა უნდა, პროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რა თქმა უნდა, ასევე გათვალისწინებული იყო PBL პროექტის ინსტრუმენტების ტექნიკური კრიტერიუმები და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენ ასევე დავითვალისწინეთ სქემის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები, რომლებიც უმეტესწილად შეიძლება ითქვას, რომ ორიენტირებული იყო სამოდელო და ვიდეო გაკვეთილების სწორად და ადეკვატურად შეფასებაზე. მეორე PBL ადაპტირებული რუბრიკა უშუალოდ აფასებდა მასწავლებლების ინტერდისციპლინურ ჯგუფს და უშუალოდ მასწავლებლებს და ძირითადი კრიტერიუმები გამოტანილია ეხებოდა ტრენინგ მოდულზე შეძენილი ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში და პრაქტიკაში გულისხმობ ისევ და ისევ იმ სამოდელო და ვიდეო გაკვეთილებს, რომლებიც მასწავლებლებმა ერთობლივად აღიქმნეს. ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ჩვენ შევიტანეთ მასწავლებლებთან ერთად, რა თქმა უნდა, უკუპარჩილის მიცემის პრაქტიკა, ანუ რამდენად სწორად და ეფექტურად დაზღვევდნენ მასწავლებლები ერთმანეთს უკავშირს, ანუ რამდენად შედეგის მომცემი იყო ეს. რაც შეეხება მომდევნო ინტერვენციას,